დაფიქრებულ ხართ, როგორ გამოიყურება ნამდვილი ბოროტება? ბოროტება უფრო მეტად ასოცირდება სიმნელესთან, სიმახინჯესთან და თვალებში აშკარა სიგიჟესთან. თუმცა რეალობა ბევრად უფრო საშიშია. ნამდვილი ბოროტება ხშირად ყველაზე ქარიზმატული, ყველაზე სანდო და უწყინარი ადამიანის ნიღაბს ატარებს. ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, ვუღიმით და ვენდობით, სადამ ძალიან გვიან არ იქნება. დღეს სწორედ მათზე გიამბობთ. ადამიანებზე, რომლებმაც მომხიბვლელობა საზარელ მიზნებს მოახმარეს და ნდობა ყველაზე სასტიკია რაღაც აქციას. ჩვენ სიას კი იწყებს კაცი, რომელსაც მეზობლები და ნაცნობები სანიმუშო მოქალაქედ ახასიათებდნენ. იყო წარმატებული ბიზნესმენი, პოლიტიკური აქტივისტი, საქველმოქმედო ორგანიზაციისა და საეკლესიო ახალგაზრდული კლუბის ლიდერი. ის ხშირად მართავდა საქველმოქმედო გამოსვლებს, ბავშვთა საავადმყოფოებსა და აღლუმებზე საკუთარი ხელითვე შექმნილი კლოუნის პერსონაჟებით. თქვენს წინაშეა ჯონ უეინ გეისი, ადამიანი, რომელსაც ბავშვები და მშობლები ერთნაირად უპირობოდ ენდობოდნენ. თუმცა სანამ ქალაქი მის ქველმოქმედებაზე საუბრობდა, გეისი საკუთარი სახლის საძირკველში სრულ ჯოჯოხეთს ადრიალებდა. სახლიდან გამავალ საშინელ სუნს მეზობლები კანალიზაციის გაუმართლებას აბრალებდნენ, მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ უშუალოდ იმ იატაკის ქვეშ, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ბარბეკიუზე დადიოდნენ, ათობით ცხედარი იყო დამარხული. სამიზნე კატეგორია იყვნენ არასრულწლოვანი ბიჭები ან ძალიან ახალგაზრდა მამაკაცები. გეისი სანადიროდ ორ ძირითად მეთოდს იყენებდა. პირველი იყო მისი სამშენებლო ფირმა. ის ახალგაზრდებს ბაზარზე არსებულზე ბევრად მაღალ ანაზღაურებას თავაზობდა, უმეგობრდებოდა და ასე იტყუებდა სახლში. მეორე მეთოდი კი იყო ქუჩაში პატრულირება. ის ხშირად გადაადგილდებოდა მანქანით, მომავალ მსხვერპლს აცნობოდა როგორც პოლიციელი, აჩვენებდა ყალბ ჟეტონს და შემდეგ მოზარდები იძულებით ან ნებით აყავდა. ეს არ იყო გაუაზრებელი სიგიჟე. ეს იყო სრული კონტროლის სურვილი და წარმოუდგენელი სისასტიკე, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაფერი მის სახლში, მისაღებ ოთახში წყდებოდა. დობის მოსაპოვებლად გეისი მათ ალკოჰოლს ან მარიხუანას თავაზობდა, რის შემდეგაც იწყებდა თავის საზარელ ფსიქოლოგიურ თამაშს. ის მსხვერპლს აჩვენებდა ხელბორკილებს და სთავაზობდა ჯადოქრის სიდეცს თუ როგორ დაეღწიათ თავი ბორკილებიდან. როგორც კი ახალგაზრდა ხელებს ზურგს უკან დაიწყობდა და ბორკილებს დაკეტავდა, კეთილი მეზობლის ნიღაბი სამუდამოდ ქრებოდა. გეისი თავის მსხვერპლს საათობით აწამებდა და აუპატიურებდა, ბოლოს კი თოკის ან ჯოხის გამოყენებით გუდავდა. როდესაც ყველაფერი სრულდებოდა, მას ცხედრები საკუთარი სახლის სარდაფში ჩაჰქონდა და იქვე მარხავდა. მან 29 ადამიანი დამარხა საკუთარ სარდაფსა და ეზოში, როდესაც სივრცე აღარ დარჩა, ბოლო 4 მსხვერპლის ცხედარი უახლოეს მდინარეში გადააგდო. ჯონ უეინ გეისი მუდმივ ტერორში გაიზარდა. მისი მამა იყო ალკოჰოლიკი და მოძალადე, რომელიც ოჯახის წევრებს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ანადგურებდა. უნერგავდა აზრს, რომ მისგან ნამდვილი კაცი არასდროს დადგებოდა. გეისი მთელი ცხოვრება ამაოდ ცდილობდა მამის აღიარების მოპოვებას და პარალელურად საკუთარი ორიენტაციის მიმართ არსებულ სირცხვილს წარმატებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცის იმიჯის მიღმამალავდა. გეისმა ბავშვობაში მძიმე ფიზიკური დაზიანებაც მიიღო, როდესაც 11 წლის ასაკში იყო. მას საქადენა მოხვდა თავში, რამაც სისხლის კოლტის, ანუ თრომბის წარმოქმნა გამოიწვია, რის გამოც წლების განმავლობაში პერიოდულად გონებას კარგავდა ხოლმე. თუმცა მამამ ის ნაცვლად იმისცა, რომ დროულად ემკურნალათ ბავშვისთვის, მისი არ ჯეროდა, ის ფიქრობდა, რომ ამას ყურადღების მისაქცევად სიმულირებდა და უბრალოდ დასცინოდა ამის გამო. ხოლო წლების შემდეგ, როდესაც გეისი უკვე 16 წლის იყო, დადასტურდა თრომბის არსებობაც და მოხერხდა მკურნალობაც. 22 წლის ასაკში, როდესაც დაქორწინდა, მისმა ფარულმა სადიზმმა და დათრგუნული ორიენტაციის მიმართ სიძულვილმა პირველად იფეთქა. 26 წლის ასაკში ის მოზარდ ბიჭზე ძალადობისთვის დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხე მისი ცხოვრება დაანგრია, ცოლი გაეყარა და ბავშვების ნახვის უფლება სამუდამოდ წაერთვა. მაგრამ ამავდროულად მისმა სოციალური ქამელეონის უნარებმა ფენიქსივით ფერფლიდან აღდგენა დაიწყო. ციხეში ის გახდა სანიმუშო პატიმარი, ციხის საწარმოს ხელმძღვანელი და რელიგიური აქტივისტი. კომისიამ მიიჩნია, რომ ის გამოსწორდა და 10 წლის ნაცვლად მხოლოდ 18 თვე დატოვეს საპატიმროში. მან კარგად ისწავლა გაკვეთილი, რომ თუ სურდა თავისი ავადმყოფური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა და თან კანონს არ ჩავარდნოდა ხელში, მას სჭირდებოდა ბევრად უფრო მძლავრი, გავლენიანი და სანდო იმიჯი. მან ფაქტობრივად ხელახლა შექმნა თავისი თავი. გადავიდა ჩიკაგოში, გახდა წარმატებული ბიზნესმენი და მოირგო ის იდეალური მოქალაქის ნიღაბი, რომელთაც ისტორია დავიწყეთ. გეისის დაუსჯელობის სინდრომი წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა 1978 წლის დეკემბერში მან თავისი საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მისი სამიზნე 15 წლის რობერტ პისტი გახდა, რომელიც აფთიაქში მუშაობდა. გეისი მასთან მივიდა, ბიჭს სამშენებლო ფირმაში მაღალანაზღაურებოდი სამუშაო შესთავაზა და თან წაიყვანა. რობერტის სახლში აღარ დაბრუნებულა.
თუმცა გეისიმ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა. ბიჭმა წასვლამდე დედას უთხრა, რომ სამშენებლო კომპანიის მფლობელს ვინმე ჯონ გეისს უნდა დალაპარაკებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ მკაფიო კვალი ჩაიგდო ხელში. როდესაც გამომძიებლები გეისის სახლში მივიდნენ, მათ მაშინვე იგრძნეს ის საშინელი დამპალი სუდი, რომელსაც მკვლელი წლების განმავლობაში კანალიზაციას აბრალებდა. ჩხრეკის ორდენის მიღების შემდეგ პოლიციამ სახლის იატაკის ქვეშ ვიწრო საძირკველშიც შეაღწია. ის, რაც იქ აღმოაჩინეს, ნამდვილ კოშმარს გავდა. ნიადაგის გათხრისას ერთმანეთის მიყოლებით ამოდიოდა ადამიანის ძვლები და გახსნილი ნაწილები. სახლის საძირკველიდან და ეზოდან 29 ცხედარი ამოასვენეს, კიდევ 4 კი მდინარიდან იქნა ამოღებული. სანიმუშო მოქალაქის, კეთილი კლოუნისა და პოლიტიკური აქტივისტის ნიღაბი წამში ჩამოიხსნა და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი სერიული მკვლელი გამოჩნდა. ფსიქიატრებთან საუბრისას მან განავითარა თეორია, რომ მასში ცხოვრობდა ორი პიროვნება. კარგი ჯონი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი და ბოროტი ჯეკი, რომელიც კლავდა ადამიანებს და ჯონს წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა ჯეკი. თუმცა ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად მძიმე ფსიქოპათიისა და ნარცისული პიროვნების აშლილობისა, გეის დანაშაულების ჩადენის მომენტში სრულიად ესმოდა თავისი ჩადენილი სიმძიმე და სრულიად გააზრებლად აკეთებდა ქმედებებს. გეისი ფსიქიკურად ჯანსაღ ათწნეს და 33 მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მან 14 წელი გაატარა სიკვდილმის ჯილდთა საკანში, სადაც დროს ზეთით ხატვაში ატარებდა და მათი გაყიდვით ფულსაც შოულობდა. ის ძირითადად კლოუნებს ხატავდა, რაც მისი გონების კიდევ ერთ ავადმყოფურ გამოვლენებას წარმოადგენდა. ციხეში ყოფნისას გეისის სინანულის არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია. პირიქით, ის ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო და მკვლელობების სხვებმა ჩაიდინეს, თავად კი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მსხვერპლთა ოჯახების მიმართ სრულიად გულგრილმა გეისმა ერთხელ ცინიკურად თქვა, ჩემი ერთადერთი დანაშაული ლიცენზიის გარეშე სასაფლაოს მართვა იყო. 1994 წლის 10 მაისს ჯონ უეინ გეისი სასიკვდილო ინიექციით გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები კი ალბათ ზუსტად გადმოსცემს მთელს იმ პიროვნებას, რადაც ის იქცა. სანამ 70-იანი წლების ამერიკაში გეისი თავის სანიმუშო მეზობლის ნიღაბს ამყარებდა და ავადმყოფურ ფანტაზიას რეალობად აქცევდა, მსოფლიოს მეორე მხარეს აზიის ჰიპების ბილიკზე სულ სხვა ტიპის ნადირობა მიმდინარეობდა. ჩვენს მომდევნო პერსონაჟს გეისთან ერთი მთავარი საერთო ჰქონდა. მათ შესანიშნავად იცოდნენ, როგორ ეპოვათ ადამიანის ყველაზე სუსტი ნაწილი, ნდობა და როგორ გამოეყენებინათ ის თავიანთი მიზნების დასაკმაყოფილებლად. გაიცანით ჩარლზ სობრაჟი, ადამიანი, რომელსაც კრიმინალურ ისტორიაში ქველი შეარქვეს და ეს მეტსახელი მას შემთხვევით ნამდვილად არ მიუღია. ეს არის ეპოქა, როდესაც დასავლელი ჰიპები თავისუფლების ძიებაში ამ ეგზოტიკურ სამყაროს მიაწყვნენ. სწორედ ამ მზიან სამოთხეში ჩნდება ის ძვირფასი ქვებით მოვაჭრე მდიდარი ჯენტლმენი დახვეწილი ფრანგული შარმით, არისტოკრატული მანერებით, ენაწყლიანობითა და თბილი დამამშვიდებელი მზერით. ის სრულიად შემთხვევით გეცნობათ, გთავაზობთ დახმარებას, გეპატიჟებათ ვახშამზე და თქვენც ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაგიმართლათ. ჩარლზი ვიეტნამში უკანონოშვილად დაიბადა, მამამ დაბადებისთანავე მიატოვა, დედა კი მეორედ გათხოვდა ფრანგზე და საფრანგეთში გადავიდნენ, თუმცა ბავშვი არც მამობილმა აღიარა არასდროს. ჩარლზი გაიზარდა როგორც აპატრიდი, ანუ ადამიანი ყოველგვარი მოქალაქეობის მიკუთვნებულობისა და იდენტობის გარეშე. სკოლაშიც და სახლშიც გარიყულმა ბიჭმა, რომელსაც ბრწყინვალე ინტელექტი ჰქონდა, ერთი რამ გააცნობიერა. თუ ოფიციალურად არავინ ვარ, ესე იგი შემიძლია გავხდე ნებისმიერი. მან დაიწყო წვრილმანი თაღლითობით და ძალიან სწრაფად გადავიდა ქურდობაზე, რის გამოც ციხეში არაერთხელ მოხვდა. თუმცა იქ გატარებული წლები უქმად არ დაუკარგავს. სანამ სხვა პატიმრები დროს კლავდნენ, სობრაჟი სწავლობდა ადამიანის ფსიქოლოგიას, კითხულობდა კლასიკურ ლიტერატურას, სრულყოფილად ეუფლებოდა უცხო ენებსა და მანიპულაციის ხელოვნებას. სწორედ აქ გაიცნო თავისი პირველი მსხვერპლი ფელიქს დესკოტი. მდიდარი ფრანგი არისტოკრატი, რომელიც ციხეში ქველმოქმედებით იყო დაკავებული. ჩარლზმა მასთან დაჩაგრული გენიოსის როლი იმდენად კარგად ითამაშა, რომ ფელიქსმა ის არამხოლოდ ციხიდან გამოიყვანა, თავის სახლშიც დაასახლა, უზრუნველყოფდა მატერიალურად მაქსიმალურად და რაც მთავარია, გაუხსნა გზა მაღალი საზოგადოებისკენ. სობრაჟმა რა თქმა უნდა გააგრძელა ქურდობა და თაღლითობა, მეტიც მან ფელიქსის მეგობრები და ახლობლებიც კი გაძარცვა. მან თავისი ახალი გარემოცვისგან აითვისა არისტოკრატული ჩვევები და მანერები. სწორედ აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი მთავარი იარაღი. ფიზიკური ძალა არაფერია მანიპულაციის ძალასთან შედარებით. აზიაში ჩასული სობრაჟი უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი თაღლითი. მან ზუსტად იცოდა, რომ მსხვერპლი თავისი ფეხით მივიდოდა მასთან, ოღონდ ზუსტი სატყუარა უნდა ეჩვენებინა. ის მყისიერად ჩაერთო კონტრაბანდასა და ძვირფასი ქვებით ვაჭრობის შავ ბიზნესში, რამაც საშუალება მისცა ეკირავებინა უმდიდრესი ვილა ბანგკოკში და ამის შემდეგ უკვე თავს წარმატებულად ასაღებდა ცნობილ ფრანგ იუველირად და გავლენიან ბიზნესმენად.
სოფრაჟი მსხვერპლს გველივით ნელა და ჰიპნოზურად უახლოვდებოდა. ის პოვნობდა ტურისტებს, რომლებსაც საბუთების, ფულის ან საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდათ. უმასპინძლდებოდა, უმეგობრდებოდა და საკვებში ან სასმელში ისეთ მედიკამენტებს ურავდა, რომლებიც ადამიანში ვირუსის, ფაღარათის ან მძიმე მოწამვლის სიმპტომებს იწვევდა. როდესაც ტურისტი საწოლს მიეჯაჭებოდა, სოფრაჟი გვერდიდან აშორდებოდა. ის მათ საკუთარი ხელით უვლიდა და ასმევდა წამლებს, რომლებიც რეალურად საწამლავის მორიგი დოზა იყო და უსაზღვროდ მადლიერი მსხვერპლი ვერც კი ეჭვობდა, რომ მისი მხსნელი სინამდვილეში მისი მკვლელი იყო. სრული ნდობის მოპოვების შემდეგ ის მსხვერპლებს საბოლოო მომაკვდინებელ დოზას აძლევდა. ცხედრებს ბაჟად ტოვებდა, თავად კი ითვისებდა მათ ფულს, ნივთებს და რაც მთავარია პასპორტებს. ის ადამიანებს მხოლოდ სიცოცხლეს კი არ ართმევდა, ის მათ იდენტობას იპარავდა. მოკლულების პასპორტში საკუთარ ფოტოს აკრავდა და მათი სახელებით მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში. ბავშვობაში წართმეული იდენტობის სანაცვლოდ ის სხვების ცხოვრებით სულთმულობდა. ინტერპოლი წლების განმავლობაში აჩრდილს დასდევდა, რადგან სოფრაჟი ყოველ ჯერზე სხვადასხვა გარდაცვლილი ადამიანის სახელით კვეთდა საზღვარს. მალე მის ცხოვრებაში ჩნდება მარი ანდრე ლეკლერი, კანადელი ტურისტი გოგონა, რომელიც სხვა ტურისტებს არგავდა. ჩარლზი მაშინვე მოიხიბლა მისით და მანაც რა თქმა უნდა ვერ გაუძლო სოფრაჟის ჰიპნოზურ ქარიზმას. მიატოვა ოჯახი, სამშობლო, 7 მომავალი და მის განუყრელ პარტნიორად იქცა. მომდევნო 1 წლის განმავლობაში ისინი ერთად მოგზაურობდნენ, იყენებდნენ გარდაცვლილი ადამიანების პასპორტებს, წამლავდნენ, ძარცვავდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს, მანამ სადამო 1976 წელს ისინი ერთად არ დააკავეს. გველის კრიმინალური იმპერია ნიუ-დელიში დაემხო. დაკავების მიზეზი ფრანგი სტუდენტების ტურისტული ჯგუფის მასობრივი მოწამვლა გახდა. სოფრაჟმა და მისმა თანამზრახველებმა, მათ შორის მარი ანდრემ, სტუდენტებს ძლიერი მომწავლავი აბები მისცეს, თუმცა სოფრაჟმა დოზა არასწორად გამოთვალა სტუდენტებს გათიშვის ნაცვლად საშინელი სპაზმები დაეწყოთ და მაშინვე მიხვდნენ, რომ მოწამლეს. რამდენიმე მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლო და სოფრაჟი ადგილზევე დააკავეს. მოგვიანებით მათ ბრალად უცხოელი ტურისტების მკვლელობა, ძარცვა და პასპორტების გაყალბებაც დაუმტკიცდათ და მარი ანდრემ ცხოვრება ციხის საკანში საშვილოსნოს კიბოთი დაასრულა. ჩარლზ სოფრაჟმა კი დაამტკიცა, რომ მისი манипуляციის უნარები ციხის კედლებსაც კი ანგრევდა. ინდოეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მან მოისყიდა მცველები, მოაწყო მდიდრული საკანი ტელევიზორით, სადაც საუკეთესო საკვებს მიირთმევდა და იქიდანვე მართავდა თავის იმპერიას, რომელიც გარეთ დატოვა. თუმცა მისი ყველაზე დიდი თაღლითობა ჯერ კიდევ წინ იყო. 1986 წელს, როდესაც ინდოეთში მისი პატიმრობის ვადა იწურებოდა, ტაილანდი მით ექსტრადიციასა და სიკვდილით დასჯას ითხოვდა. სოფრაჟმა გამოსავალი აქაც იპოვა. საკუთარ დაბადების დღეზე მან მცველებსა და პატიმრებს ძლიერი დამაზინებელი აბებით გაჟღენთილი ტკბილეული მიართვა. როდესაც ყველას ჩაეძინა, გველმა ციხის კარი გააღო და უბრალოდ გაისეირნა. ირონია კი ისაა, რომ მას გაქცევა თავისუფლებისთვის კი არ სჭირდებოდა, არამედ იმისთვის, რომ ის კვლავ დაეჭირათ. ასეც მოხდა, მას გაქცევისთვის სასჯელი გაუხანგრძლივეს, ხოლო ტაილანდში მისი მკვლელობების ხანდაზმულობის 20 წლიანი ვადა ამოიწურა. მან ზუსტად გათვალა დრო და ამ გეგმით მას სიკვდილით დასჯას თავი დააღწია. ინდოეთში სასჯელის მოხდის შემდეგ კი 1997 წელს ის საფრანგეთში თავისუფლად დაბრუნდა, სადაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. აძლევდა ინტერვიუებს, იღებდა დიდ ფულს საკუთარ ისტორიებში და მდიდრულად ცხოვრობდა. თუმცა, როგორც ფსიქოპატების უმრავლესობას, მასაც საკუთარი ნარცისიზმი და დაუშალების განცდა არ ასვენებდა. 2003 წელს სრულიად თავდაჯერებული სოფრაჟი ნეპალში ჩავიდა, ქვეყანაში, სადაც ხანდაზმულობის ვადა არ არსებობდა. ის იცნეს, დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ნეპალში სამუდამო პატიმრობა 20 წელს ნიშნავდა. გველის ჰიპნოზური შარმი 64 წლის ასაკშიც უძლეველი აღმოჩნდა. ნეპალის ციხეში ყოფნისას მან მოხიბლა საკუთარი ადვოკატის 20 წლის ქალიშვილი, ნიჰიტა ბისვასი, რომელიც დედამისმა თარჯიმნად მიიყვანა თავის კლიენტთან. მათ ციხეში ფარულად იქორწინეს. ნიჰიტა 14 წლის განმავლობაში იყო მისი მთავარი ხმა და მთავარი დამცველი მსოფლიო მედიაში. 2022 წლის დეკემბერში ნეპალის სასამართლომ 77 წლის სოფრაჟი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვადაზე ადრე გაანთავისუფლა. მას უკვე აღარ სჭირდებოდა ზედმეტი ბარგი წინა ცხოვრებიდან და ნიჰიტას გაეყარა. როგორც კი საფრანგეთის თვითმფრინავი ნეპალის მიწას მოწყდა, ჩარლზმა ახალი ცხოვრება დაიწყო. აზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი, რომელსაც 12 მკვლელობა დაუდასტურდა და საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე მისი მსხვერპლთა რაოდენობა 30-ად საჯარბებს, დღეს პარიზის ქუჩებში სრულიად თავისუფლად გადაადგილდება. მეტიც მას 82 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ის ახერხებს მოგზაურობას და ცდილობს საკუთარ თავზე ახალი დოკუმენტური სერიალის გადაღებას და სხვა კინოკონტრაქტების გაფორმებას.
მისი სიცოცხლის მანძილზე ჩარლზ სობრაჟი ციხიდან 5 ჯერ გაიქცა. ის ყოველ ჯერზე ახერხებდა მართლმსაჯულების მარყუჟიდან ყველაზე ხელსაყრელი პირობებით დაეძღვნა თავი. მან დაამტკიცა, რომ დაუმდობელი ფსიქოლოგიური მოთამაშე იყო, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე თუ სახელმწიფო სისტემები არაფერს ნიშნავდა. მისთვის მკვლელობა არ წარმოადგენდა სადისტური სიამოვნების წყაროს. მსხვერპლი მისთვის მხოლოდ პრაგმატული იარაღი იყო ფულის საშოვნელად, იდენტობის შესაცვლელად და თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად. თუმცა ოკეანის გადაღმა ზუსტად იმავე წლებში მოქმედებდა კაცი, რომელიც შარფსა და ინტელექტს ერთი რამისთვის იყენებდა. ის კლავდა სუფთა სადისტური სიამოვნებისთვის. გაიცანით ტედ ბანდი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და манипуლატორი სერიული მკვლელი. თუკი 70-იანი წლების ამერიკაში ვინმეს კითხავდით, როგორ გამოიყურებოდა წარმატებული პერსპექტიული ახალგაზრდა, ისინი ზუსტად ტედ ბანდის აღწერდნენ. ის იყო სიმპათიური, დახვეწილი იუმორის გრძნობითა და მომხიბვლელი ღიმილით დაჯილდოვებული მამაკაცი. დამთავრებული ჰქონდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ამჯერად სწავლობდა სამართალს უნივერსიტეტში. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ კამპანიებში, მუშაობდა ფსიქოლოგიური დახმარების ხელხაზზე, სადაც ადამიანებს სუიციდის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა. კლედ საზოგადოებაში უზადო რეპუტაციით სარგებლობდა. ის იყო ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველი მეგობარი თუ პარტნიორი, მაგრამ ამ ბრწყინვალე ნიღბის მიღმა იმალებოდა მტაცებელი, რომელმაც ამერიკის კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი კვალი დატოვა. კრიმინალისტიკაში ტედ ბანდი ითვლება ორგანიზებულ ნარცისულ მტაცებლად. მისი მთავარი იარაღი სწორედ ადამიანის ემპათიით манипуლირება იყო. ბანდიმ იცოდა, რომ ახალგაზრდა ჭკვიანი გოგონები უცნობ საეჭვო მამაკაცს მანქანაში არ ჩაუჯდებოდნენ, ამიტომ მან შეიმუშავა გენიალური სატყუარა. მიდიოდა უნივერსიტეტის კამპუსებთან ან საზოგადოებრივ პარკებთან, ხელზე ყარბ თაბაშირს, ანუ გიფს იკეთებდა, უმწეო ტრამვირებული ჯელტმენის იმიჯით ის უახლოვდებოდა მსხვერპლს და სთხოვდა დახმარებოდნენ მძიმე ნივთების მისი ხოჭო Volkswagen-ის საბარგულში ჩალაგებაში. როგორც კი გოგონა მანქანას მიუახლოვდებოდა და გადაიხრებოდა, თაბაშირი მომენტალურად ქრებოდა. ბანდი მას მძიმე საგნით თიშავდა, უმწეო მდგომარეობაში მყოფს მანქანის უკანა სავარძელში აგდებდა და მიჰყავდა იქ, სადაც მისი ნამდვილი სადისტური ბუნება იღვიძებდა. მან 36 ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა კრიმინალისტების ვარაუდით მსხვერპლთა რიცხვი ბევრად აღემატება ტედის მიერ აღიარებულ რაოდენობას. მისთვის მკვლელობა იყო ნარკოტიკი, უმაღლესი ძალაუფლების განცდა და საზოგადოების დაცინვის საშუალება. მსხვერპლის გაგუდვით ან წამებით ის გრძნობდა თავს ღმერთად, რომელიც წყვეტდა ვის ецოცხლო და ვის არა. მისი დეგრადაცია იმდენად ღრმა იყო, რომ ის ხშირად ბრუნდებოდა ტყეში დატოვებულ ცხადრებთან, მათ მაკიაჟს უკეთებდა და ნეკროფილიურ ქმედებებს ახორციელებდა. ზოგჯერ კი მსხვერპლის მოკვეთილი თავი სახლში მიჰქონდა და მათთან ერთად იძინებდა. ტედი უკანონო შვილად დაიბადა, მაშინ ეს უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ ტედს წლების განმავლობაში აჯერებდნენ, რომ საკუთარი დედა მისი და იყო, ხოლო ბებია და ბაბუა მშობლები. მოგვიანებით ლუიზი ცოლად გაჰყვა ჯონ კალპეპერ ბანდის ჯონმა ტედი იშვილა და მას გვარიც მისცა. ვილის მიუხედავად ტედს ძალიან მოსიყვარულე დედა ჰყავდა. მას არასდროს უთქვამს შვილზე უარი და წლების განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას ცილს წამებდნენ. მაშინაც კი, როდესაც ტედმა 36 ადამიანის მკვლელობა აღიარა, ლუიზმა შვილს დაურეკა და უთხრა, შენ ყოველთვის ჩემი საყვარელი შვილი იქნებიო. ტედი 22 წლის იყო, როცა სიმართლე შეიტყო თავის ვინაობაზე და ამავე პერიოდში მოხდა მისი გონებისთვის საბედისწერო დარტყმა, რამაც პათოლოგიური არასრულფასოვნების კომპლექსი შვა. მიზეზი მისი პირველი სიყვარული, მდიდარი, გავლენიანი და ლამაზი სტუდენტი გოგონა დიანა ედვარდსი აღმოჩნდა. დიანამ ტედი მისი უმწიფრობისა და არაპერსპექტიულობის გამო მიატოვა, რამაც ტედის ნარცისული ეგო დაამსხვრია. მის ფსიქიკაში უარყოფილმა სიყვარულმა იდეა ფიქსის სახე მიიღო. ის გახდა ყველაფერი, რაც დიანას სურდა. წარმატებული, პოლიტიკურად აქტიური და დახვეწილი მამაკაცი. რამდენიმე წელში დაიბრუნა კიდეც გოგონა და როდესაც დიანას ის თავდავიწყებით შეუყვარდა და ქორწილზეც დაიწყეს საუბარი, შურისძიების ნიშნად ტედი უბრალოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან. დიანას სახე, თმა და სილამაზე ბანდის გონებაში იქცა იმ იდეალური მსხვერპლის პროტოტიპად, რომელზე ნადირობასაც მან მოგვიანებით ათობით უდანაშაულო გოგონას სიცოცხლე შესწირა. ბანდის ორმაგი ცხოვრების დასტური იყო მისი საცოლე ელიზაბეთ კლოფერი. ტედი წლების განმავლობაში ზრდიდა ელიზაბეთის მცირეწლოვან ქალიშვილს, ეხმარებოდა მას სახლის საქმეებში, ამზადებდა სადილებს და ქმნიდა იდეალური მზრუნველი პარტნიორის ილუზიას. ტედმა 36-მე მკვლელობა მათი თანაცხოვრებისას ჩაიდინა, თუმცა ლიზი არც კი ეჭვობდა არაფერს, მანამ ახალი ამბებიდან არ გაიგო, რომ პოლიცია ეძებდა მკვლელს, რომელიც Volkswagen ხოჭოთი გადაადგილდებოდა. ხელზე თაბაშირი ჰქონდა და სახელად ტედი ერქვა. ეჭვების დატანჯულმა ლიზიმ სამჯერ დარეკა ანონიმურად პოლიციაში, თუმცა გამომძიებლებმა უამრავი ზარის გამო არც ერთხელ არ მიიღეს სერიოზულად მისი განცხადებები. ბანდის იდეალურმა რეპუტაციამ, პოლიტიკურმა კავშირებმა და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლამ ის ყველა ჯერზე ეჭვმიტანილთა სიიდან ამოაგდო.
ტედ ბანდის დაუშალობის ილუზია 1975 წელს სრულიად შემთხვევით დაიმსხვრა, როცა საგზაო პოლიციის ოფიცერმა მისი საფირმო ხოჭო უბრალოდ დარღვევის გამო გააჩერა. სწორედ ამ დროს პოლიციამ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა მკვლელის ნამდვილი ნაკრები. ბანდი მომენტალურად დააკავეს, თუმცა გამოძიებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მათ ხელთ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სერიული მკვლელი ჩაუვარდათ. ბანდიმ იცოდა, რომ ხაფანგში იყო, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ნარცისმა ისიც იცოდა, რომ ის ნებისმიერ სისტემაზე უფრო ჭკვიანი იყო. როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, ბანდიმ სასამართლოს განუცხადა, რომ საკუთარი თავის ადვოკატობა თავად სურდა. როგორც ადვოკატს, მას კანონით მიეცა უფლება პროცესის შეყენებებზე, ესარგებლა სასამართლოს მეორე სართულზე მდებარე იურიდიული ბიბლიოთეკით. ბანდიმ ზუსტად გათვალა მომენტი, სადაც ბადრაგი დერეფან შეიცდიდა და ის ბიბლიოთეკის ღია ფანჯრიდან პირდაპირ თავისუფლებაზე აღმოჩნდა. ის მთებში იმალებოდა, თუმცა 6 დღის განმავლობაში სიცივით და შიმშილით გამოფიტული პოლიციამ კვლავ დაიჭირა. დააბრუნეს კოლორადოს ციხეში და რეჟიმი მაქსიმალურად გაამკაცრეს. ალბათ, აქ მაინც ნებისმიერი სხვა ადამიანი გატყდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, არა ნარცისი ფსიქოპატი. ბანდიმ მეორე უფრო შოკის მომგვრელი გაქცევა დაგეგმა. ციხეში ყოფნისას სულ რამდენიმე თვეში მან გაზრა ხის შიმშილა და დაახლოებით 12 კილოგრამი დაიკლო. ციხის ჭერში, სადაც განათების ნათურა იყო დამონტაჟებული, ძველი სამართლით პატარა ხვრელის გაჭრა დაიწყო. მოახერხა სანათის დემონტაჟი და შობის ღამეს, როცა ციხის პერსონალი დღესასწაულს აღნიშნავდა, ამ ვიწრო საჰაერო მილში აძვრა. მან გაიარა ჭერის კონსტრუქცია, ჩუმად ჩავიდა მთავარი ზედამხედველის კაბინეტში, რომელიც იმ მომენტში ცარიელი იყო დღესასწაულის გამო, გამოიცვალა ტანსაცმელი და მთავარი კარიდან სრულიად მშვიდად დატოვა ციხის ტერიტორია. მცველებმა მისი გაქცევა მხოლოდ 15 საათის შემდეგ შეამჩნიეს. ამ დროს ტედ ბანდი უკვე ფლორიდაში მიფრინავდა. ეს არ იყო უბრალოდ გაქცევა, ეს იყო სისტემის უდიდესი ტრაგედია, რადგან ამით ტედიმ არა მხოლოდ ცილა გაარტყა ამერიკის მართლმსაჯულების სისტემას, არამედ ამ თავისუფლებამ ახალი, ძალიან სისხლიანი და ქაოსური მკვლელობების ტალღა მოიტანა. თავისუფლებაზე მყოფმა ბანდიმ, რომლის შინაგანი მონსტრი უკვე სრულიად გააფთრებული იყო, ფლორიდაში მიაგნო გოგონების სტუდენტურ საცხოვრებელს. სულ რაღაც 15 წუთში ის საზარელი სისასტიკით გაუსწორდა 4 გოგონას, რომელთაგანაც 2 ადგილზე გარდაიცვალა. ეს იყო მისი ნარცისული რევანში. მან დაამტკიცა, რომ ციხემ მისი გატეხვა ვერ შეძლო. თავდასხმებიდან 3 კვირის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ შტატი სასწრაფოდ დაეტოვებინა, მან 12 წლის გოგონა გაიტაცა და მოკლა. ეს მისი დასასრულის დასაწყისი იყო. ბავშვის მკვლელობამ პოლიციის მასშტაბური მობილიზაცია გამოიწვია და ის კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად საბოლოოდ. თუმცა ციხის გისოსებს მიღმა მყოფმა ტედმა გააკეთა ის, რაც მანამდე არცერთ მკვლელს არ გაუკეთებია. მან მართლმსაჯულება სატელევიზიო შოუ აქცია. ეს იყო პირველი სასამართლო პროცესი ამერიკის ისტორიაში, რომელიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ტედ ბანდიმ სასამართლო დარბაზი საკუთარ თეატრად აქცია. ის დარბაზში იურისტის დახვეწილი კოსტუმით შემოდიოდა, კამერებს უღიმოდა, ჟურნალისტებს ეფლირტავებოდა და მოსამართლესთანაც კი ხუმრობდა. ის იქცეოდა არა ისე, როგორც სერიული მკვლელი და დამნაშავე, არამედ როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ პრემიერაზე მივიდა. სანამ პროკურორები სასამართლოში ბანდის მიერ დასახიჩრებული გოგონების ფოტოებსა და მტკიცებულებებს აჩვენებდნენ, დარბაზის პირველ რიგებში ათობით ახალგაზრდა სიმპათიური გოგონა იჯდა. ისინი სპეციალურად იცვამდნენ ისედაც მასაც ზუსტად ისე იყოფდნენ, როგორც ბანდის მსხვერპლები. ეს იყო მასობრივი ჰიპნოზი, მათ უბრალოდ არ სჭიროდათ, რომ ეს მომხიბლელი განათლებული ჯენტლმენი მკვლელი იყო. ბანდი ციხეში ათასობით სასიყვარულო წელს იღებდა. მეტიც პროცესის მიმდინარეობისას მან გამოიყენა ფლორიდის კანონის უცნაური ჩანაწერი და სასამართლო დარბაზში მოწმის სტატუსით გამოძახებულ თავის ძველ ნაცნობზე, ქეროლ ენ ბუნზე, პირდაპირ მოსამართლის თვალწინ იქორწინა. ბუნს მისგან მოგვიანებით შვილიც კი შეეძინა, როცა ტედის სიკვდილ მის ჯილთა საკანში იჯდა. ბანდიმ სისტემა კიდევ ერთხელ გამოიყენა საკუთარი ნარცისიზმის დასაკმაყოფილებლად. თუმცა მანიპულაციებმა, მომხიბლეობამ და ენაწყლიანობამ ბანდი ამჯერად ვეღარ გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ის სხეულებს და კვალს საფუძვლიანად მალავდა, ერთ-ერთი მკვლელობის ადგილზე მან ცხოველური შეცდომა დაუშვა. მსხვერპლის სხეულზე მან კბილების ნაკვალევი დატოვა, რაც უთუარი მტკიცებულება აღმოჩნდა და ტედ ბანდის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 1989 წლის 24 იანვარს სიკვდილით დასჯის დღეს ციხის გარეთ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ისინი ზეიმობდნენ. როდესაც 42 წლის ტედ ბანდი თავის უკანასკნელ ნაბიჯებს დგამდა, მისი მომხიბლელობიდან და თავდაჯერებულობიდან აღარაფერი იყო დარჩენილი. ის იყო პანიკურად შეშინებული ფერმქრთალი ადამიანი, რომელიც სიკვდილს თვალებში უყურებდა. სიკვდილის წინაშე ის ზუსტად ისეთივე უსუსური აღმოჩნდა, როგორც მისი მსხვერპლები იყვნენ. მისი უკანასკნელი სიტყვებიც იყო სხვა არაფერი თუ არა საკუთარი ადამიანური ნამსხვრევების აგროვების უკანასკნელი და სასოწარკვეთილი მცდელობა. დილის 7 საათსა და 16 წუთზე მის სხეულში 2000 ვოლტმა ელექტროენერგიამ გაიარა და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ქარიზმატულმა მონსტრმა არსებობა შეწყვიტა.
ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის ქრონიკები. ეს ყოველთვის არის რაღაცის გაკვეთილი. ამ შემთხვევაში კი ეს არის გაფრთხილება, რომ ღოროტება იშვიათად მოდის სიბნელიდან საზარელი წითელი თვალებით. ხშირად ის ირჩევს უნაკლო მანერებს, მაღალ ინტელექტს და ისეთ მომხიბლეობას, რომელსაც შეუძლია წამით თავიც კი დაგაკარგვინოს და ეს წამი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს. კრიმინალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ბნელი ტრიადა. ეს არის სამი ყველაზე საშიში პიროვნული თვისების სინთეზი: ნარცისიზმი, ანუ საკუთარი თავის გადამეტებული მნიშვნელობის განცდა და მუდმივი აღფრთოვანების საჭიროება ემპათიის სრული დეფიციტის ფონზე, მაკიაველიზმი, ცივი მანიპულაცია, სადაც მთავარი მიზანი ძალაუფლება და კონტროლია, და ფსიქოპათია, ცივსისხლიანი გათვლილი ქცევა ემოციების საოცარი იმიტაციის უნარით. ჯონ უეინ გეისი, ტედ ბანდი და ჩარლზ ობრაჟი ამ ფენომენის კლასიკური ნიმუშები არიან. ამ ტიპის ადამიანებს აქვთ თვისება, რომელსაც ფსიქიატრები ზედაპირულ ქარიზმას უწოდებენ. ეს არ არის ნამდვილი მომხიბლელობა, ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, ზუსტად ისეთივე, როგორიც ქამელეონის ნიღაბია ბუნებაში. მაღალი ინტელექტი და უნაკლო მანერები მათ საშუალებას აძლევს სრულყოფილად მოირგონ სოციალური ნიღაბი და დაასკანარონ ჩვენი სუსტი წერტილები, მარტოსულობა, თავგადასავლების წყურვილი, ინტერესები, გემოვნება და შექმნან ზუსტად ის იმიჯი, რომელიც იდეალურად იმუშავებს. წარმოიდგინეთ, რომ ხვდებით ადამიანს, რომელიც პირველივე წამიდან გაჯადოებთ. ის იმდენად მომხიბლელი, რომ თავბრუ გეხოვათ, თუმცა აი აქ იწყება ყველაზე რთული თამაში. როგორ მიუხვდეთ ეს ნამდვილი ქარიზმაა თუ უბრალოდ მანიპულატორის ნიღაბი? საწყის ეტაპზე ხომ ორივე ზუსტად ერთნაირ სასიამოვნო ემოციებს იწვევს, მაგრამ თუ დააკვირდებით, ნიშნები ყოველთვის არსებობს. პირველი, რაც თვალში გეცემათ, ეს არის ყურადღების ფოკუსი. ზედაპირულად მომხიბლელი ადამიანი მთელ ყურადღებას თქვენ გითმობთ, თუმცა არა სიყვარულით, არამედ მიზანმიმართულად ისეძებს თქვენ სისუსტეებს, კომპლექსებს და ფარულ სურვილებს, რათა მოგვიანებით ეს ყველაფერი თქვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ნამდვილი ქარიზმის დროს კი ინტერესი არის თანაბარი, სტაბილური და მშვიდი ყოველგვარი აკვიატებული მცდელობების გარეშე. საყურადღებოა ურთიერთობის ტემპი. მანიპულატორები ხელოვნურად აჩქარებენ მოვლენებს და იწყებენ ეგრეთ წოდებულ ემოციურ დაბომბვას. თქვენ უცებ ხდებით მისი სულის ნაწილი და საუკეთესო მეგობარი. მათ ეს სიჩქარე სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი ფსიქოლოგიური თავდაცვითი ბარიერები რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს. ნამდვილი ქარიზმის მქონე ადამიანი კი პატივცემს თქვენს პირად სივრცეს, ის საშუალებას აძლევს ურთიერთობას, რომ ბუნებრივად და ყოველგვარი ხელოვნური დრამებისა და აჩქარების გარეშე განვითარდეს. აუცილებლად დააკვირდით რეაქციას უარზე, საკმარისია მანიპულატორს არ აუთხრათ, ან გააკრიტიკოთ, რომ მისი იდეალური ნიღაბი მომენტალურად ტყდება. მის მიღმა უცებ იღვიძებს აგრესია, მსხვერპლის როლის თამაში, რათა თავი აქეთ დამნაშავედ იგრძნოთ, ან ცივი იგნორირება. ნამდვილი ზრდასრული ადამიანი კი უარს სრულად მშვიდად იღებს. ის პატივცემს თქვენს განსხვავებულ და არასდროს ცდილობს თქვენს მართვას ემოციური შანტაჟით. ყურადღება მიაქციათ შინაგან ინტუიციას, რომელიც არასდროს ცდება. როცა საქმე მანიპულაციას ეხება, შიგნიდან მუდმივ დაძაბულობასა და შებოჭილობას გრძნობთ. თითქოს ნაღმზე დააბიჯებთ და სულ იმას ფიქრობთ, ზედმეტი არაფერი წამოგხსნათ, რომ არ აწყენინოთ. ჯანსაღ მოცემულობაში კი მის გვერდით უცებ გეუფლებათ რეალური სიმშვიდე, უსაფრთხოება და ისეთი განტვირთვა, სადაც ფხიზლად ყოფნა და თავდაცვის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს. თუ მის ქცევის თანმიმდევრობას დააკვირდებით, კიდევ უფრო ნათელსურად დაინახავთ. მანიპულატორისთვის დამახასიათებელია ერთგვარი ემოციური როლერკოსტერი. ერთ დღეს გაღმერთებთ, მეორე დღეს კი ხშირად სრულიად უმიზეზოდ ისეთი ცივი და გულგრილი ხდება, რომ შიგნიდან შფოთვა გჭამთ და მიზეზს საკუთარ თავში ეძებთ. გულწრფელი ადამიანი კი სტაბილური და პროგნოზირებადია. მისი განწყობა და დამოკიდებულება თქვენს მიმართ არასდროს იცვლება რადიკალურად და მოულოდნელად. მანიპულატორის ბუნება ნათლად იკვეთება, როცა საქმე პასუხისმგებლობის აღებასა და შეცდომებს ეხება. ის არასდროს აღიარებს დანაშაულს. ნებისმიერ კონფლიქტში ისე ოსტატურად შეატრიალებს რეალობას, რომ ბოლოს დამნაშავედ მაინც თქვენ გამოგიყვანთ. ანუ გარემოს და მთელ სამყაროს დაადანაშაულებს, თუმცა თავს არ გაიმტყუნებს. ყველაფერს ისე მოაწყობს, რომ ბოლოს სინდისის ქენჯნამ თავად შეგაწუხოთ, როგორ შეგეძლოთ მასზე საერთოდ ასეთი რამის გაფიქრება. ნამდვილი ადამიანის სიძლიერე კი გულწრფელი ბოდიშის მოხდის უნარშია, რადგან მას კარგად ესმის თავისი ქცევის გავლენა სხვებზე და ყოველთვის ცდილობს შეცდომების გამოსწორებას. სწორედ ამიტომ კრიმინალისტიკის მთავარი წესი არა შიში, არამედ სიფხიზლეა. პირველ რიგში უღრმეს მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ დადებითი კომენტარებისთვის, რაც წინა ვიდეოში დამიწერეთ. ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა იყო და მართლა ძალიან ემოციური აღმოჩნდა, როცა რაღაცას მთელი გულით აკეთებ და შენთვის სრულად უცხო ადამიანები ამას უყურებენ და აფასებენ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და რა თქმა უნდა კიდევ უნდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი არხი და დამიწეროთ კომენტარებში ამ სერიაში კიდევ ვის ნახვას ისურვებდით.